საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო წალკაში გადასახლებულ ეკომიგრანტთა რაოდენობის დადგენასა და მათი სტატუსის განსაზღვრის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას იწყებს. უწყება საკითხის მოგვარებას მაისიდან ეტაპობრივად გეგმავს და შექმნილი სურათიდან გამომდინარე მათთვის შესაბამისი პროგრამის ამოქმედებას აპირებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ბორჯღალში, სადაც ეკომიგრანტთა ადაპტაციისა და ინტეგრაციის ცენტრი ფუნქციონირებს, აცხადებენ, რომ წალკაში სხვადასხვა სახის პრობლემები არსებობს. საკითხის დეტალური შესწავლისთვის კი აუცილებელია სახელმწიფომ ადგილზე სპეციალური სამუშაო ჯგუფი გაგზავნოს. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე წალკაში გადასახლებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად კი ოჯახების რიცხვი 3000-ს აღწევს. ზოგადად ეს ფაქტი მისასალმებელია, თუმცა არ უნდა გაიწელოს დროში, იმიტომ რომ ჩვენ გახსოვს უამრავი დაპირება, რომელიც დროში გაიწელა და რეალურად პრობლემად რჩება ისევ წალკაში. აუცილებელია მათ დეტალურად მოახდინონ ამ ყველაფრის შესწავლა, შექმნან ადგილზე ვთქვათ რაღაც ცენტრი, რომელიც შეისწავლის ადგილზე ამ პრობლემებს და მერე მოახდენს ამ პრობლემების მიტანას ცენტრალურ ხელისუფლებამ.